არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე, ვინ არის უცდომელი ეკლესიაში. არქიეპისკოპოს ქრისტოდულოსის მიერ გამოთქმული შეხედულებების თაობაზე თითქოს ძველი დადგენილების სანაცვლოდ შეიძლებოდეს ახლის მიღება თუ ის დოგმატურ საკითხს არ ეხება, მიმართოთ ბუმისის იმავე ბროშურას. გაიხსნა ბრჭყალები. გსურს დავასწროთ ბევრი ქრისტიანის შეწინააღმდეგებას, რომელთა შორის მართლმადიდებელი ეკლესიის წევრებიც არიან. ისინი ამბობენ, ხალისით მივიღებთ სარწმუნოების დოგმატურ განსაზღვრებებს, წამსის სიმბოლოს, როგორც ჭეშმარიტს, მაგრამ ასეთად არ შეგვიძლია მივიჩნიოთ ეკლესიის კანონები. მათი მტკიცებით, ამ კანონებს არ გააჩნიათ ის უთხოვარობა და აბსოლუტური მნიშვნელობა, როგორც დოგმატურ განსაზღვრებებს. სიტყვების სარწმუნოების განსაზღვრება ოროს და კანონეს მსოფლიო კრებათა გადაწყვეტილებებში ძალიან ხშირად ურთიერთშემცვლელ გამოთქმებად გვევლინება. ჩვენ საკმარისი საფუძველი არ გაგვაჩნია ზუსტად განვასხვაოთ ისინი ურთიერთისაგან. უგუნურება იქნებოდა დაგვეშვა, რომ ერთი განჩინება, სარწმუნოების დოგმატური განსაზღვრება უცდომელია, ხოლო მეორე ცხოვრების კანონი არა, მაშინ როდესაც ეს ორივე განჩინება გამომდინარეობს ერთი და იმავე წყაროდან, ერთი და იგივე მსოფლიო კრებიდან. თავად მსოფლიო კრებები გვარიგებენ და გვარწმუნებენ თავიანთი კანონების ღვთაებრიობაში, რომ ისინი დაადგინეს სულიწმიდის შთაგონებით. ამიტომაც მიუთითებენ მსოფლიო კრებები განუხრელად იქნას დაცული კანონთა სრული შინაარსი და გძალავენ მათ დამახინჯებას ან შეცვლას. იქვე გვერდი მე-14-მე-15. შემდეგ სტატიაში წმინდა კანონები, ავტორიტეტი და ძალა პანაიოტისი უფრო ზედმიწევნით განიხილავს ამ თემას. ღვთისმეტყველების დოქტორი აღნიშნავს, რომ ჯერ ერთი დღეს ეკლესიაში შეინიშნება საკმაოდ სერიოზული უთანხმოება წმინდა კანონებისა და მათი ავტორიტეტულობის თაობაზე. და ამის ერთ-ერთი მიზეზია მზარდი გაურკვევლობა მათი ქმედითობის თაობაზე. ანუ არასრულყოფილი ცოდნა და სრული უვიცობიც კი მათი ძალისა და გამოყენებისა. ერთნი ლაპარაკობენ მათ დროებით ან ფარდობით, სხვანი კი მათ მარადიულ ან აბსოლუტურ ავტორიტეტზე. ეს საკითხი სასიცოცხლოდ აუცილებელია ქრისტიანისა და საერთოდ ადამიანისთვის. ეს საკითხი წარმოადგენს სასიცოცხლო აუცილებლობას, იმიტომ რომ იგი უშუალოდ ებმის წმინდა კანონების სისწორის პრობლემას, თუ რამდენად გამოხატავენ ისინი ჭეშმარიტებას, რაც თავის მხრივ წმინდა კანონების წარმოშობის საკითხს უკავშირდება. ნამდვილად სამღვთო მცნებებს წარმოადგენენ, ისინი თუ ადამიანის მიერ არიან შეცვლილნი და დაწესებულნი. შემდეგ ავტორს მოყავს კონსტანტინოპოლის მე-6 მსოფლიო კრების მეორე კანონი, რომელიც მისი თქმით წარმოადგენს ეკლესიის წმინდა კანონების ოფიციალური სინოპტიკური კოდიფიკაციის ნიმუშს. ეს კანონი ბრძანებს, მტკიცედ და შეუცვლელად დარჩება. ჩვენ წინამორბედ წმინდა ნეტარ მამათა მიერ შეწყნარებული და ჩვენთვის წმინდა და ქებული მოციქულთა სახელით მოცემული 95 კანონი, აგრეთვე ჩვენს წმინდა და ნეტარ მამათაგან დადგენილი სხვა სამღვდელო კანონები, რაც შემდეგ ზედმიწევნით არის ჩამოთვლილი, არავის აქვს ნება ზემოთ მოხსენიებული კანონები შეცვალოს ან უარყოს, ან მათ მაგიერ სხვა გამოიყენოს. ხოლო თუ ვინმე დაარღვევს ან დაამახინჯებს ზემოთ ჩამოთვლილ კანონებს, იგი დაისაჯოს და შესაბამისი კანონის თანახმად მიიღოს სასჯელი. სტატის დასასრული. პანაიოტის ბუმის აგრეთვე მოყავს მე-7 მსოფლიო კრების პირველი კანონი. სამღვდელო განწესებანი და წმინდა კანონები წარმოადგენენ დამოწმებასა და გზავკვლევს იმათთვის, ვინც სამღვდელო პატივი მიიღო. ამრიგად, იქიდან გამომდინარე, რომ თავად კანონები გრძალავს მათ დამახინჯებას, ვასკვნით ხსენებულ კანონთა უცდომელობას და წმუნდებით, რომ ისინი მიგვითითებენ სწორი გზისაკენ და შეიცავენ ჭეშმარიტებას თავის თავში. ასკვნის ავტორი. იგი ასევე უშვებს, რომ შესაძლოა შეეკამათონ ყოველი ზემოთქმული ძალაშია დოგმატური განჩინებისთვის, ოროსებისათვის და არა კანონებისათვისო.
მაგრამ ეს აზრი, განაგრძობს იგი, შეუძლებელია დაამტკიცო, რადგან არ არსებობს აშკარა გამიჯნა ან ორ ტერმინს შორის. ოროსი ხშირად ეწოდება კანონად და პირიქით, ეს იმიტომ, რომ ბევრ კანონს დოგმატური შინაარსი აქვს. პირველი მსოფლიო კრების მე-17, მე-18 კანონები. მე-4 მსოფლიო კრების მე-4, მე-10, მე-14, მე-20, 28 კანონები. თითქმის ყველა წმინდა კანონი მჭიდროდ უკავშირდება ეკლესიის დოგმატურ სწავლებას და მის პრაქტიკულ გამოყენებას წარმოადგენს. აქვე ათონელ ღვთისმეტყველს მოყავს ცნობილი რუსი ღვთისმეტყველის ვლადიმერ ლოცკის ციტატა. ეკლესიური ცხოვრება, მისი მიწიერი ასპექტის წარმმართველი კანონები განუყოფელია ქრისტიანული დოგმატებისაგან. ისინი იურიდიულ სტატუსს კი არა, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ ეკლესიის დოგმატების დამატებას წარმოადგენენ. ლოცკი ოჩერკ მისტического богословия. იქვე იმოწმეს მიტროპოლიტ დიონისის სერვიელისა და ყაზანელის ციტატებსაც. თეორიული და პრაქტიკული საკითხები ეკლესიაში ერთმანეთისაგან განყოფილად არ არსებობს. როგორც ამას უახლოეს ეპოქაში მივეჩვიეთ, ეკლესიის საკითხები სასიცოცხლო საკითხებია, სადაც თეორია და პრაქტიკა განუყოფელია. მათი თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებად განყოფა იწვევს ეკლესიის ორგანიზმის დანაწევრებასა და წინააღმდეგობებს ცხოვრებაში. რასაკვირველია, ჩვენ დროში ეკლესიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცოდვაა ცხოვრებისა და დოგმატების, სიყვარულისა და რწმენის, ეკლესიისა და ღვთისმეტყველების განცალკავება. თუ რომელიმე კრება აღიარებულია მსოფლიოდ, ანუ ავტორიტეტულად და უცდომელად, მაშინ ყველა მისი გადაწყვეტილება და მათ შორის კანონიკურიც შესაბამისად არის სწორი და უცდომელი. წმინდა კანონების უპირობო ავტორიტეტისადმი ყოველგვარი დაეჭვება გაუმართლებელია, განაგრძობს პანაიოტისი და იქვე იშველიეს აღმოსავლეთის მართლმადიდებელ პატრიარქთა პასუხს ანგლიკანულ ეპისკოპოსებისადმი 1716-1725 წლები. 7 წმინდა კრების აგრეთვე ადგილობრივი, რასაკვირველია აღმოსავლეთში მოწვეული და მსოფლიო კრებებზე დამტკიცებული კრებების დებულებებსა და კანონებს ვიღებთ როგორც უწმინდეს სახარებას თანახმად მე-6 მსოფლიო კრების მეორე კანონისა და ნოველის მეორე ტიტულის და მესამე დებულებისა, სადაც ხვდებით, რომ 7 კრების კანონები და დოგმატური უნდა დავიცვათ როგორც სანღვთო წერილი. შემდეგ სტატიის ავტორი ასევე ხაზს უსვამს, რომ თუმც ზემოთ თქმული წმინდა კანონების უპირობო ავტორიტეტების შესახებ ვრცელდება მათზე, რომლებიც იყვნენ განწესებულნი მსოფლიო კრებების მიერ, ასევე იმ კანონებზე, რომლებიც განაჩინეს ადგილობრივმა კრებებმა ან და ეკლესიის მამებმა და დამტკიცებულნი იყვნენ რომელიმე მსოფლიო კრების მიერ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ავტორიტეტი ვრცელდება იმ კანონებზეც, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ შემოთავაზებულნი არიან რომელიმე ადგილობრივი კრების ან ეკლესიის მამის მიერ. ამ კანონების შესახებ ჩვენ არ შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ ისინი უცდომელნი არიან. გვერდი 23-32. როგორც ხედავთ, ათენში თანამედროვე კომპეტენტური ღვთისმეტყველნი და კანონიკური სამართლის მასწავლებლები იზიარებენ შეხედულებას, რომლის თანახმად შეუძლებელია საეკლესიო სისავსით დადგენილი და დამტკიცებული კანონებისა და წესების შეცვლა, უარყოფა ან მათი სხვა კანონით შეცვლა, მაშინაც კი, როდესაც ისინი უშუალოდ დოგმატური შინაარსისა არ არიან. საამისოდ გაკადნიერდება ერთი პირველი იერარქი ან იერარქთა კრება, თუნდაც იგი ყველა ადგილობრივ ეკლესიას მოიცავდეს, ვინაიდან მსოფლიოდ მხოლოდ ის კრება შეიძლება იქნას აღიარებული, რომელიც ამტკიცებს წინამორბედი კრებების კანონებს და არა ცვლის მათ. როგორც შევნიშნეთ, ელადის მთავარ ეპისკოპოსს მაგალითად მოყავდა თუ როგორ შეუძლიათ ეპისკოპოსებს მიიღონ გადაწყვეტილება ბრალებში და კრების მიერ დადგენილი კანონი შეცვლილი იქნება. ამბობენ, რომ ღვთლად რომ იკურთხოს ადამიანი 30 წლის მაინც უნდა იყოს. თქვათ ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ ზღვარს გადმოიწვიოს 26 წლამდე. აქ მეუფემ ან ზუსტად ვერ გამოთქვა, ან გამოხატავს არასწორ აზრს. ამ საკითხის უფრო ზუსტად გასარკვევად
ისევ მიმართოთ ბულმისის სტატიებს. თავში წმინდა კანონების ძალა იგი განიხილავს შემთხვევას, როცა ეკლესია, ანუ კომპეტენტური საეკლესიო ორგანო, საგანგებო შემთხვევაში დროებით აჩერებს გარკვეული კანონის მოქმედებას, რათა უფრო მეტ სარგებელს მიაღწიოს. აქ ადგილი აქვს იკონომიის პრინციპის გამოყენებას. იკონომია ეს არის კომპეტენტურად მიღებული და ქრისტიანული მოწყობიდან გამომდინარე რომელიმე პუნქტში კანონის განუხრელი დაცვიდან, ანუ აკრივიიდან დროებითი და გონივრული გადახვევა, მაგრამ დოგმატური საზღვრების ყოველგვარი გადაადგილების გარეშე, ადამიანთა სულის გადასარჩენად. ასე მაგალითად, ადამიანის ხონებისთვის აუცილებელი პირობაა ნათლობა, ანუ სამჯერადი შთაფლა ნაკურთხ წყალში და იქიდან განბანილი სამოყვანა, რაც კანონიური მღვდლის მიერ სრულდება. მაგრამ იმ შემთხვევაში თუ მოსალოდნელია ჩვილის სიკვდილი, ეკლესია ნებას რთავს მის გადასარჩენად, გადაუხვიონ აკრივიას და მონათლონ იკონომიით. მისი მონათლა შეუძლია დიაკონსაც, ერისკაცსაც, მარტოდან მოსანათლი ფორმულის წარმოქმნის შემდეგ. ანალოგიურად შეიძლება ნება დაერთოს ცნეულს, დაარღვიოს ოთხშაბათ პარასკევისა და 40 დღიანი მარხვები, რათა მისი მდგომარეობა არ გაუარესდეს. შედარებით მოციქულთა 69 კანონი. ორივე შემთხვევაში მოქმედეს მე-6 მსოფლიო კრების მიერ დადგენილი 98 კანონი. უპირატესობა უნდა მიენიჭოს ადამიანის გადარჩენას და მის კეთილდღეობას. შემდეგ პანაიოდისი აღნიშნავს, რომ იკონომიის გაგრძელებისა და ხანგრძლივობის საკითხზე მსჯელობისას არ შეიძლება არსებობდეს არც მდგრადი ზღვარი და მით უმეტეს არც სერიოზული უთანხმოება თუ წინააღმდეგობა, რამე თუ სინამდვილეში თავად დროის გაგება პრინციპში პირობითია. გარკვეული საეკლესიო იკონომიის გამოყენების ხანგრძლივობის შეცვლა შეიძლება შემთხვევისა და გარემოების შესაბამისად. ღირსი თეოდორე სტუდიელის სიტყვებით, მამები იკონომიის ზოგ საქმეს დროებით ასრულებენ, ზოგს კი დიდი ხნის მანძილზე. Послание 49 ნავკრატიუ. პანაიოტიოს ბულმისი აღნიშნავს იკონომიის რომელიღაც მდუმარე ტიპს. როდესაც მისი დაშვება ხდება, შემომტანი კომპეტენტური ორგანოს მხრიდან რაიმე განსაკუთრებული მოხსენებისა და განცხადების გარეშე, მხედველობაში უნდა გქონდეს, რომ კანონიკური იკონომიის დროს შესაბამის დოკუმენტში ნებართვა წერილი თუ ეპისტოლე მკაცრად აღინიშნება მისი დაშვების ხანგრძლივობა, უბრალოდ კომპეტენტური საეკლესიო ორგანო გარემოებათა გამო მდუმარედ ითმენს მორწმუნეთა გადახვევას ამა თუ იმ წმინდა კანონის მართალი და სწორი გამოყენებისაგან და მათ გათვალისწინებული სასჯელს არ ადებს. შეიძლება ითქვას, რომ დღეს შემდეგნაირად ხდება. არსებობს მარადიული უპირობო ავტორიტეტების მქონე მართალი და სრული კანონები, მაგრამ მდუმარე იკონომიის გამოყენების დროს ისინი უმოქმედოდ ამაოდ არსებობენ და რაიმე ძალა არ გააჩნიათ. შემდეგ ღვთისმეტყველების დოქტორი განიხილავს ფრიად მნიშვნელოვან გაუგებრობებს, რომლებიც შეიძლება მაშინ წარმოიშვას, როცა ადამიანები საეკლესიო იკონომიას არასწორად იგებენ. თითქოს იკონომიის დაშვება, კანონის შერბილება ან დროებითი შეჩერება იმას ადასტურებს, რომ კანონებს არ გააჩნია უპირობო ავტორიტეტი და არის დროებითი და ფარდობითი, როგორც ადამიანის მიერ შედგენილი. თუ ეს ასეა, რატომ არ შეიძლება მათი გაუქმება ან ახლით შეცვლა? წმინდა კანონებს ასე მცდარად აფასებენ, იმიტომ რომ ისინი და მასთან დაკავშირებული ეკლესიის ქმედებები, მათი გამოყენება ან გამოუყენებლობა ადამიანური ამ სოფლის კრიტერიუმებით განიზომება. ჩვენ ვნახეთ, რომ გარკვეულ სერიოზულ შემთხვევებში და სულიერი თუ ხორციელი საჭიროებიდან გამომდინარე, ძალა და გამოყენება წმინდა კანონებისა შეიძლება იქნას შეჩერებული, დარჩეს უმოქმედო, ესე იგი, იყოს პირობითი, მაგრამ ამას სულაც არ ექნება რაიმე რთული შედეგი. ამ კანონთა უტყუარობასთან და უეჭველ ავტორიტეტთან მიმართებაში. ჩვენ არ შეგვიძლია რომელიმე კანონის უპირობო ავტორიტეტი დაუქვემდებაროთ გარკვეულ საეკლესიო სფეროში თუ
კონკრეტულ ეპოქაში ან რაიმე კერძო შემთხვევასთან დაკავშირებით მის გამოუყენებლობასა და უმოქმედობას. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს გარემოს თუ ეპოქაში რომელიღაც კანონს არ იყენებს და არ ასრულებს ყველა მორწმუნე, რა კი იმყოფება არახელსაყრელ პირობებში, ან უჭირს და უძლურებაშია. სულაც არ ნიშნავს, რომ ამ კანონებს არ გამოიყენებენ სხვა სფეროში, სხვა დროში, სხვა ქრისტიანები. ბევრი ამტკიცებს, რომ კანონები წარმავალია, იმიტომ რომ თითქოს და დღეს მათი გამოყენება შეუძლებელია. ესე იგი, ისინი მიუღებელია. მართალია, სრულიად შესაძლებელია, რომ ვერ შევძელით გარკვეულ კანონთა გამოყენება, მაგრამ ეს ამ კანონების მცდარობას კი არ ნიშნავს. არამედ იმას, რომ ჩვენ დღევანდელი ადამიანები იმდენად განვეშორეთ სიმართლეს, დაუძლურდით და გადავგვარდით, რომ მათი გამოყენება არ ძალგვიც. კანონები კი არ არის ფარდობითი ან წარმავალი, პირიქით, ჩვენ შევიქენით გარემოზე ერთობ, დამოკიდებულნი, ძალზედ წარმავალნი და ცვალებადნი, ძალზედ ფარდობითნი. დასასრული ციტატის. ჩვენფრიად საინტერესოდ გვეჩვენება ბუმისის ამ სიტყვაში მოცემული ერთი შენიშვნა. ის ეხება კითხვას, სამსწომ ყოველთვის უნდა იცოდეს თუ არა ეკონომიის დაშვების შესახებ. იგი პასუხობს, ეს კონკრეტულ შემთხვევაზეა დამოკიდებული. თუ ეკლესიის სისავსის ნაწილის გონება დაიპყრო გარკვეულმა პრობლემამ და მას ფოცსა და საცდურში აგდებს, მაშინ ეკლესიის მმართველობას მართებს აირჩიოს გამოკვეთილი პოზიცია და აუხსნას ხალხს თუ რა ხდება ან შესაბამისად რა უნდა მოხდეს. მაგრამ თუ რომელიმე წმინდა კანონის უმოქმედობა არ აჩენს ეკლესიის სისავსეში გარკვეულ პრობლემებსა და კითხვებს და განსაკუთრებით თუ არავითარ ზიანს არ აყენებს მას, მაშინ ეკლესიის მმართველობას შეუძლია საჯაროდ არ განმარტოს თავისი პოზიცია, რათა უკვე ამან არ გამოიწვიოს მოულოდნელი შფოთი და მღელვარება ეკლესიის სისავსეში. გვერდი 35-42. ამრიგად, მეუფე ქრისტოდულოსის მიერ მითითებულ შემთხვევაში ადგილი აქვს ეკლესიის ძველი კანონის არა გაუქმებას ან შეცვლას, არამედ ეკონომიას, როდესაც თანამედროვე ქრისტიანთა უძლურების გათვალისწინებით და მათი ცხოვრებისეული სირთულეებიდან გამომდინარე ხდება აკრივიიდან ეკლესიის ძველი წესებად კაცრად დაცვისაგან გარკვეული დროით გადახვევა. უეჭველი ამის გაკეთება საჭიროა თავმდაბლურად, მზადყოფნით აუხსნას ხალხს რა ხდება. თუ კი ეკონომიამ დაიპყრო ეკლესიის სისავსის ნაწილის გონება და მათში შფოთს იწვევს. როგორც ხედავთ, ბერძენი ღვთისმეტყველი შორსაა იმისგან, რომ წესის დარღვევებად ჩავთვალოს ეკლესიის ეს ბრჭყალებში შეშფოთებული ნაწილი. მით უმეტეს ისინი მიიჩნიოს ეროტიკოსებად, როგორც მეუფე ქრისტოდულოსმა უწოდა ასეთ მორწმუნეებს. პირიქით, იგი თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში ეკონომიის გამომყენებელმა იერარქიამ ჯერ ერთი უნდა შესაბამისი დოკუმენტში მკაცრად განსაზღვროს ეკონომიის დაშვების ხანგრძლივობა და მეორე, ეკონომიის დამშვები უფლებამოსილი საეკლესიო ორგანო ვალდებულია დაშვებული ეკონომიის გარდა შესაბამის ნებართვაში ჩაწეროს აკრივიაც და ამგვარად წარმოაჩინოს ის სწორი და კანონიკური შესაბამისი კანონი, რომლისაგანაც დროებით უნდა გადაუხვიოს ეკონომიით. გვერდი 39. და მესამე, როგორც ახლახან ითქვა, მდუმარე ეკონომიის შემთხვევაში იერარქია მზად უნდა იყოს აუხსნას ხალხს თავისი პოზიცია. კიდევ ჩვენ საჭიროდ ვთვლით ცოტაოდენი რამ დაუმატოთ ათენის ღვთისმეტყველის სიტყვებს. ისტორიიდან ჩვენ ვხედავთ, თუ ზოგჯერ იერარქიის მიერ მიღებული ეკონომია ეკლესიური ერის არ იყო აღიარებული კანონიერად და დასაშვებად და ხვდებოდა დაჟინებულ წინააღმდეგობას. ასეთ შემთხვევაში იერარქია ანგარიშს უწევდა ეკლესიური ერის აზრს და აუქმებდა ამგვარ გადახრას. ასეთი მაგალითები მრავლადაა ძველი ეკლესიის ისტორიაში, მაგრამ ჩვენთვის საკმარისი იქნება მოვიყვანეთ უახლოეს ხანებში მომხდარი შემთხვევები. ასე მე-20 საუკუნის დასაწყისში რუსეთის ეკლესიაში, რომელიც იდევნებოდა ყოველი მხრიდან ათეიზმის, ობნოვლენცობის, სხვადასხვა სახის ახლად გამოგონილი მწვალებლობების ტალღებით, დადგა საკითხი ახალ კალენდარულ სტილზე გადასვლასთან დაკავშირებით.
იმ დროს ბევრისთვის ეს საკითხი არსებითად გაუგებარი იყო და ეკლესიის კედლებთან აბობოქრებულ სხვა სიბორეტეთა ფონზე არ ჩანდა ასეთი საჭირო რამეთ. ამ საკითხის გადაწყვეტის სირთულეს აორმაგებდა ის, რომ ახალი სტილის შემოტანის ინიციატივა მოდიოდა კანონიერი უმაღლესი საეკლესიო მმართველობიდან, რომელსაც პატრიარქი ედგა სათავეში, რომელიც მართლმადიდებელი ხალხის სასიხარულოდ ახალი განთავისუფლებული იყო პატიმრობიდან. თვით საეკლესიო ხელისუფლება ირყეოდა, ხან გადადიოდა, ხან ახალ სტილზე, ხან უბრუნდებოდა ძველს. მართლმადიდებლური აღმოსავლეთიდან მოდიოდა ურთიერთ საწინააღმდეგო ცნობები და ასე შემდეგ. რაც საბოლოოდ უბნევდა თავგზას სიტყვიერ ხრებს. და აი, მიუხედავად საკითხის განსაკუთრებული სიძნელისა და გაუგნებლობისა, ხალხი ღირსეულად გამოვიდა და მძიმე მდგომარეობიდან და გაამართლა აღმოსავლეთ პატრიარქთა ჩვენთვის ცნობილი სიტყვები. იხილეთ პისმა დრუზიამ, ახალმოწამე ნოვოსელოვი, წერილი მე-12 გვერდი 160. ხალხმა დაიცვა ძველი სტილი იმ დროს, როცა ძალზედ ბევრი ეპისკოპოსი და თვით წმინდა პატრიარქიც კი გადაიხარნენ საშიში სიახლისაკენ. მეორე შემთხვევა, ამავე დროს, როდესაც აბნოლენცობა განავრცობდა თავის მახეს, მისი ერთ-ერთი ვერაგი ლიდერის კრასნიცკი იყო 1924 წელს, მან მიმართა თხოვნით უწმინდეს პატრიარქ ტიხონს, მიეღო ის და მისი დაჯგუფება ჭყალებში ცოცხალი ეკლესია ლოცვით კანონიკურ ერთობაში. პატრიარქმა გასცა რეზოლუცია ეკლესიის მშვიდობის და კეთილდღეობის გულისთვის, მიეღო ისინი კავშირში და შექმნილიყო ეკლესიის ახალი უმაღლესი სამმართველო, სადაც შეყვანილი იქნებოდა მწვალებელი კრასნიცკიც, როგორც მასზე ახალმოწამე ნოვოსელოვი თავის წერილებში წერს. ჩვენი დროის მტარვალი მწვალებლური პროპაგანდით ათასობით სულების რელიგიურად აღმაშფოთებელი, ურცხვი სიცრუის, უწყალო ძალადობისა და მუქარის გზით განხეთქილების განხორციელებელი, რომელმაც ციხეებში და ამ წყდიან შორეულ ადგილებში გადაასახლა ასობით ეკლესიის მსახურნი. წერილი მე-13 გვერდი 173. ისტორიის ამ მომენტის აღწერისას მიხაილ ნოვოსელოვი ამბობს: მე არ განვიკითხავ პატრიარქს. მისი მდგომარეობა იმდენად რთულია, ჯვარი, რომელსაც ის ატარებს უკვე რამდენიმე წელი, იმდენად მძიმეა, მისი ძალები იმდენად შერყეული, რომ ფიქრობ, არც კი მოიძებნება ეკლესიის რომელიმე შვილი, რომელსაც მისდამი გაუჩნდა სხვა რაიმე გრძნობა, გარდა თანაზიარებისა და ლოცვით რჩევით და საქმით დახმარების სურვილისა. არ შეიძლება არ ვაღიაროთ და საჭიროა ხაზი გაუსვათ კიდეც, რომ ჩვენ ეკლესიის თავი ძალზედ გულისხმიერად უგდებს ყურს არა მარტო ეპისკოპოსთა, არამედ სამწყოს, უпроსტორად მთელი ეკლესიური ერის ხმას. თავის ცირკულარულ განკარგულებებში, გაორებისას, სტილის, კალენდარის თაობაზე და ცოცხალი ეკლესიის წევრებთან შეერთების საქმეში ნებდებოდა და ყოველი მხრიდან მის ირგვლივ მყოფ მაცდუთა ვერაგულ ზემოქმედებას. არა შიშიშავდეს ხურიათასა, არამედ სრულებით უანგაროთ. ასე მწამს მე. უწმინდესი პატრიარქი თითქოს და სპეციალურად წელავდა ერთსაც და მეორეს საქმესაც, რათა გამოეძახა და გაეგო მართლმადიდებელი ერის წლიდან ცოცხალი ხმა მისი უეჭველი სარწმუნოებისა და ეს ხმა გაისმა, იქნა შესმენილი და პატრიარქისათვის აღმოჩნდა მყარს ნეობრივ სახტენად, მისთვის რთული საკითხების სწორად გადასაწყვეტად. პისმა გრუზიამ, წერილი მე-13 გვერდი 173-174. არქიმანდრიტი ლაზარე აბაშიძე.